თუ გგონია რომ ყველაფერი დაკარგე მოიცადე. ისე ვფიქრობდი მეც, იმიტომ რომ წელიწად ნახევარია ყველაფერს ვკარგავ, რაც ჩემთვის ძვირფასია, წონის გარდა, რომელიც არ არის ჩემთვის ძვირფასი. ანუ უკვე ისეთ კონდიციაში ვარ შესული, რომ ირონიულად ვფიქრობდი, რომ მეთქი ღმერთო, კიდე რა შეიძლება რომ დავკარგო? კიდე რა, შემდეგი რა იქნება? დავკარგე მთლიანი ფრჩხილი. და ეს იყო ჩემთვის ძალიან ფილოსოფიური მომენტი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ კიდევ 9 თითი მაქვს და 9 ფრჩხილი მაქვს ხელზე, პლუს კიდევ ფეხის თითები და ფეხის ფრჩხილები, ხელები, ფეხები და უცბად რომ გაგინათდება ესე თავში და შენს გარშემო ყველაფერს დაინახავ, რაც გააქვს რეალურად და ძალიან ბევრი რაღაც იყო კიდევ რისი დაკარგვაც შეიძლებოდა. ამიტომ სურვილებთან და სამყაროსთან გამოწვევებთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მე რაც ვისწავლე ამ მთელი ამბიდან, იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ამ დანაკარგებიდან გამოსული არ ვარ და ჯერ კიდევ ეს ჩემთვის ცუდი პერიოდი გრძელდება. ვისწავლე ის, რომ უნდა ვიყო მადლიერი, იმიტომ რომ დანაკარგებია, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი რაღაც მაქვს ცხოვრებაში, რითიც უნდა ვიყო მადლიერი. ძალიან ბევრი ადამიანიც მყავს გვერდით, რომელიც მხარში მიდგას ამ პერიოდში. მოკლედ, უნდა ვიყოთ მეტად მადლიერები და სურვილებთან და სამყაროსთან თამაშთან უფრო ფრთხილები.